დაუშვათ მე აღარა მაქვს. მე რა პასუხი მივცე ახალგაზრდამ დედას რომელიც მირეკავს შაქრის აპარატი ვერ ზომავს შაქარს იმდენად მაღალი მაქვს იმიტომ რომ ვერ ვიყიდე 5 დღის წამალი მე რა პასუხი მივცე დედას რომელიც ნერვიულობს მე 12 წელია მისი შვილის უნდებიდან მოყოლებული რომ ხან თეატრში ათენებს ღამეს ხან ქუჩაში იძინებს ხან ერთ ძმაკასთან ხან მეორე ძმაკასთან მე რა პასუხი მივცე დედას როცა ეს სანერვიულო ერთად უგროვდება ემატება პლუს ის რომ თვითონ არ მუშაობს ჩემი მამა ის ნერვიულობები გროვდება და საბოლოო ჯამში თვენახევის წინ ქალბატონ ნანა დედაჩემმა ინსულტი მიიღო. ამ აქედან გამომდინარე გეუბნები შენ კულტურის მინისტრო თუ კი ეს შენ გეხება. გინდა კამარი შემოიჭირე, გინდა ხალხი ჩამოიხრჩე თავი. მე და პირველ რიგში კულტურა საქართველოში. მე თქვენნაირ წარმომადგენლებს კულტურისას და მე მომხედეთ, იმიტომ რომ ქვშია. სხვა მე არ მაინტერესებს, იმიტომ რომ მომბეზრდა პოლიტიკური მაღალფარდოვნება პირდაპირ ეთერში ხალხო. დავიღალეთ ყველგან პოლიტიკა, თეატრში პოლიტიკა, სახლში პოლიტიკა, უკაცრავად. საპირფარეშოში ვერ შევსულ ვარ. იქაც პოლიტიკა. დიახ. სირცხვილია და ნუ დაემგვანებით საპირფარეშოს, იმიტომ რომ თქვენ გაიარეთ გზა მაგ სკამამდე. ერთი რამ მინდა ვთქვა, პაატა გულიაშვილი თელავის თეატრის მართველი უკვე ხაზია, მანამდე თამარ მაყაშვილს მინდა კითხვა დაუსვა ხელისუფლება, ნუ ამბობს რომ კამრების შემოჭერა, ხელისუფლება